ეს დოკუმენტი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ეუთო ოდირის მიზეზი მოსამზადებელი დროის სიმცირის გამო არ დააკვირდეს საქართველოში 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს აბსურდულია. ორგანიზაციის პრაქტიკაში არსებობს გამოცდილება, როცა ერთი თვე მოსამზადებელი დრო მისიისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ასე იყო 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც მისიას მაშინდელი ხელისუფლებისგან მიწვევა 2007 წლის 6 დეკემბერს გაეგზავნა. მაშინ ეუთო ოდირი არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩამოვიდა. მართულ გუნდში იხსენებენ, რომ ჯერ კიდევ მაშინ, სადამკვირვებლო მისია მოიწვიეს სახელისუფლებო გუნდი იმეც გამოთქვამდა, რომ მრავალჯერადი შეურაცხყოფის და ზეწოლის მიუხედავად ეუთო ოდირი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიგავებდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ორგანიზაცია დაექვემდებარა ზეწოლას და ახლა ცდილობს უხერხულობა დროის სიმცირით გადაფაროს. ახსნა განმარტება, რაც მოვისმინეთ, აბსოლუტურად ძალიან დიდი აბსურდი იყო და ჩვეულებრივი სისულელე. 2008 წელს ყველას გვახსოვს უმოკლეს დროში მოახდინეს რეაგირება, ორგანიზება და ჩამოვიდნენ. საგე რამდენიმე თვის წინ იყო საპარლამენტო არჩევნებში, სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ, მათ დადეს დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია და ქართულ ხალხს ჰქონდა იმის ნება და შესაძლებლობა გაეკეთებინა არჩევანი. როგორ თავს დაესხნენ, როგორ გადაუარეს, როგორ აბულინგებდნენ, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, გარეთაც. ხო გახსოვთ ევროპარლამენტში სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან რა განცხადებები კეთდებოდა მათთან დაკავშირებით, ფეხქვეშ გათელეს, გადაუარეს ამ ორგანიზაციას და ცხადია სურვილი არა აქვთ, შიში აქვთ და ეშინიათ, რომ კიდევ იმ ბულინგის და ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ. ეს მხოლოდ საბაბია, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს შემთხვევაში გვახსოვს არჩევნები, როდესაც სააკაშვილის ასე ვთქვათ, საპრეზიდენტო არჩევნები იყო და ერთ თვეში დააკომპლექტეს. ერთის მხრივ არ სურთ, რომ რეპუტაცია დაუზიანდეთ და დაწერონ არასწორი დასკვნა, მეორეს მხრივ, როდესაც დაწერენ რეალურ დასკვნას, იქ კვლავ იქნება აღნიშნული, რომ არჩევნებმა ჩაიარა ძალიან მაღალ დონეზე და იციან ამას შემდეგ როგორი ბულინგი მოყვება ევრობიუროკრატების მხრიდან. ირკვევა, რომ ოდირი დროის იგივე მონაკვეთში ჩეხეთში გამგზავრებას და არჩევნებისთვის მომზადებას ასწრებს. საქართველოში ჩამოსვლაზე კი უარის მიზეზად სწორედ ვადებს ასახელებს. ჩეხეთში არჩევნები 3 ოქტომბერსაა ჩანიშნული. მისიას მოწვევა 2 სექტემბერს გაეგზავნა. ქართულმა ოცნებამ კი 4 ოქტომბრის კენჭისყრაზე დასასწრებლად წერილი ეუთო ოდირს 6 სექტემბერს გაუგზავნა. შესაბამისად, მმართველი გუნდი ვარაუდობს, რომ სადამკვირვებლო მისიის გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით არა ვადებით, არამედ მოსალოდნელი ზეწოლისგან თავის არიდებით არის განპირობებული. ჩეხეთში ტარდება საპარლამენტო არჩევნები 2 სექტემბერს გაგზავნილი მოთხოვნის შესაბამისად 4 ოქტომბერს ჩასტარებულ არჩევნებს დააკვირდება. ანუ სრულიად საკმარისია ერთი თვე იმისათვის, რომ მისია გამოიგზავნოს რომელი ქვეყანაში და დაკვირვება მოხდეს. მაგრამ ეს ყველაფერი არ ხდება. ეს რა თქმა უნდა გვაძლევს იმ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ Deep State-მა განსაკუთრებული ზეწოლა მოახდინა ეუთო ოდირზე, იმიტომ რომ ეუთო ოდირმა 2024 წელს დაწერა, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, სადაც ყველა შეეძლო თავიანთი აზრი დაეფიქსირებინა. სწორედ ეს არ უნდა Deep State-ს, იმიტომ მათი მიზანი არის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარდეს არამშვიდობიანი არჩევნები, არამედ გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოვიდნენ ყველაფერზე ხელისმომწერი აგენტები. თუ არსებობს რესურსი იმისა, რომ სადამკვირვებლო მისია დაკომპლექტდეს და წარგზავნილი იქნას ჩეხეთში დასაკვირვებლად, რატო არ არსებობდა იგივე რესურსი, იგივე დროში და იგივე ვადაში საქართველოსთვის, რომ საქართველოში ჩამოსულიყო ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისია და დაკვირვებულიყო საქართველოში საარჩევნო პროცესი. ბუნებრივია ეს, გახლავთ კიდევ ერთხელ ორმაგი სტანდარტი, მანამდეც ვთქვით და ქონდა მოლოდინი, რომ დაექვემდებარებოდა ევრობიუროკრატიის, ასე ვთქვათ, ზეწოლას და მოსალოდნელის იყო, რომ მათი ზეწოლის შედეგად ეუთო ოდირი აარიდებდა თავს საქართველოში მისიის გამოგზავნას. საპარლამენტო არჩევნების ობიექტური შეფასების გამო ეუთო ოდირი კრიტიკის სამიზნე გახდა. შედეგებით უკმაყოფილო ქართული ოპოზიცია და უცხოელი მოკავშირეები გავლენიანი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დისკრედიტაციასაც ცდილობდნენ. ოდირის დასკვნა არ არის ჩემს ბიბლია, რომ ყველაფერს დავეთანხმებოდი შეგეთ, რა თქმა უნდა. ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა. ეუთო ოდირის დასკვნა არ ეთანხმება. ვინც არავის არ ეთანხმება, ვინც ამბობს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა. დღეს კი ეუთო ოდირის უარი ჩამოვიდეს საქართველოში და დააკვირდეს არჩევნებს ამავე ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციების თემაა. დაკვირვებაზე უარის თქმა ერთის მხრივ განპირობებული არის თავად დროის სიმცირი და ლოჯისტიკური უზრუნველყოფით ამ მისიის და ამ პროცესის. მეორე არის ნათელი დამოკიდებულება, რომ არ აღიარებენ და არ თანამშრომლობენ რეჟიმთან. სადამკვირვებლო ორგანიზაციის მოწვევის ვადები, რაზეც ოპოზიცია აპელირებს, არ არსებობს, რადგან კონკრეტული ვადები არც ერთ დოკუმენტში გაწერილი არ არის. პრემიერ-მინისტრმა ეუთო ოდირი საქართველოში 4 კვირით ადრე მოიწვია, რაც საკმარისი დროა, როგორც მისიის დასაკომპლექტებლად, ასევე ორგანიზაციის მხრიდან არჩევნებისა და წინა საარჩევნო პერიოდის დასაკვირვებლად, რასაც პრაქტიკაც აჩვენებს.